რისთვის ეძლევა ადამიანს სიცოცხლე? ადამიანების უმეტესობა ეძებს ფულს, სიყვარულს, წარმატებას, ჯანმრთელობას, მაგრამ თითქმის არავინ ეძებს პასუხს მთავარ კითხვაზე: რისთვის ეძლევა ადამიანს სიცოცხლე? საერთოდ რისთვის მებოძა სიცოცხლე ამ სამყაროში? ამ კითხვაზე პასუხის გარეშე ყველაფერი დანარჩენი აზრს კარგავს. ამ სამყაროს ჩვენი სურვილის გარეშე ვევლინებით და ერთ დღეს ასევე ჩვენი სურვილის გარეშე დავტოვებთ მას. დაბადებასა და სიკვდილს შორის ძალიან ცოტა დრო გვაქვს მოცემული. რისთვის? იმისთვის, რომ გუშინდელზე უკეთესები გავხდეთ, იმისთვის, რომ საკუთარ თავში დავამარცხოთ ბოროტება, სიზარმაცე, სიხარბე, შური და შიში. იმისთვის, რომ ვისწავლოთ სიყვარული, თანაგრძნობა, დახმარება და გულწრფელობა. იმისთვის, რომ ნედლი ქვისგან ბრილიანტად ვიქცეთ. ადამიანი თან არც ფულს, არც თანამდებობას, არც დიდებას გაიყოლებს. ის თან მხოლოდ საკუთარ თავს წაიღებს. ისეც, როგორადაც იქცა. თითოეული დღე გამოცდაა. თითოეული ქმედება გვცვლის. და თუ გზის ბოლოს აღმოჩნდებით უკეთესები, უფრო კეთილები და ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს, ვიდრე დასაწყისში ვიყავით, ეს ნიშნავს, რომ ამაოდ არ გვიცხოვრია. ალბათ სწორედ ამისთვის გვაჩუქა უფალმა დაბადებასა და სიკვდილს შორის ეს ხანმოკლე გზა.